როგორც უკვე დავანონსეთ, ჩვენ დიაბეტის ერთ-ერთ ქართულებაზე ვილაპარაკებთ, რომელიც თვალს ეხება, იმიტომ რომ თვალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორგანოა, იმიტომ რომ თვალით ხდება მთელი სამყაროზე ინფორმაციის 90% ინფორმაციის შეგროვება და მოხმარება. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ბატონი გიორგი ჩიჩუა, მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი. გამარჯობა ბატონო გიორგი. შუადღემშვიდობისა. ჩვენ როგორც დავანონსეთ, ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება დიაბეტური რეტინოპათია. მოდი გავმარტოთ რა არის დიაბეტური რეტინოპათია და განსაკუთრებით რეტინა, იმიტომ რომ რაღაც გაუგებრობა არ გამოწიოთ მაყურებლებში. სანამ გადავიდოდეთ უშუალოდ რეტინოპათიის განხილვაზე, მე კიდევ ერთხელ მინდა პატარა სტატისტიკური მონაცემები მოვიყვანო, ალბათ დააინტერესებს ჩვენს მაყურებელს. დღეისათვის დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემები და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით დაახლოებით 300 მილიონზე მეტი ადამიანი არის დაავადებული შაქრიანი დიაბეტით. და მინდა გითხრათ, რომ 2030 წლისთვის ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი გაორმაგდება. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად ეს არის პანდემია, ეპიდემიური ხასიათი მიიღო და ჩვენ თვალის ექიმებს, ოფთალმოლოგებს გველის წინ ძალიან სერიოზული მუშაობა. ანუ მომართვიანობა პაციენტების დღითი დღე გაიზრდება. შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2-ის დროს რეტინოპათია, ანუ განვარტოთ რა არის რეტინოპათია, ეს არის ბადურა გარსის დაზიანება, სიძდარღვოვანი დაზიანება. ხდება რა? ხდება სიძდარღვების კედლის, ძალიან მარტივად რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, კედლის სტრუქტურის დაზიანება, რის შედეგადაც ხდება სისხლის ელემენტების, ანუ პლაზმა, პროტეინების, ერითროციტების და სისხლის გამოსვლა უშუალოდ ქსოვილში, რის გამოც ხდება შეშუპების განვითარება. მეორე მომენტი რეტინოპათიის ეს გახლავთ ცვლილება, როდესაც ხდება არა მარტო კედლის დაზიანება, არამედ საერთოდ მისი სანატურის დახშობა, ანუ იკეტება ფაქტიურად სიძდარღვები და სიძდარღვებში აღარ ნაწილაკები იწვევს ხო ამ დახშობას? ჰიპერგლიკემია, რა თქმა უნდა. მომატებული შაქრის დონე თვითონ სიცხში. ანუ ოკლუზია, ეგრეთ წოდებული. ხდება რა? სიძდარღვები, როდესაც ჩვენ ოფთალმოლოგიური კვლევის დროს ვნახულობთ ესეთ პაციენტებს, ფაქტიურად სიძდარღვები არის გათეთრებული. ანუ სისხლი მათში აღარ მოძრაობს. ეს იწვევს შემდგომში ეგრეთ წოდებული ზრდის ფაქტორების გამოყოფას ბადურა გარსის ქსოვილში, რაც საბოლოო ჯამში მთავრდება ახალი სიძდარღვების ზრდით, რომელიც სკდება, თვალის ღრუში იღვრება დიდი რაოდენობით სისხლი, რომელიც შემდგომში გარდაიქმნება შემაერთებელ ქსოვილად, იწვევს ბადურა გარსის ჩამოცვლას და საბოლოო ჯამში მივყავართ სიმბრმავემდე. რომელიც დავამატებდი ბადურა გარსთან დაკავშირებით, ანუ ბადურა გარს რომ განვმარტოთ. მაყურებლებს არის თვალის ის ნაწილი, რომელიც არის სენსიტიური და აგიქვავს გარემოს ხატებს, მე შემდეგ მას გადარქმნის ნერვულ იმპულსებად და უშუალოდ თავის თვინში რომ მოხდეს სამყაროს აღქმის ჩამოყალიბება. რა სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ეს პაციენტებში? რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებით ყურადღება პაციენტებმა? თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საწყის ეტაპზე და ზოგიერთ შემთხვევაში უკვე განვითარებულ სტადიაზე პაციენტს არაფერი არ აწუხებს. შეიძლება წინა დღეს პაციენტი ჩვეულებრივად წავიდა სამსახურში, ვერაფერი ვერ შეამჩნია, მეორე დღეს მოდის და გვეუბნება, რომ ცალთვალში ვერ ხედავს. შეიძლება ესე მართლა ერთ დღეს მთლიანად დაკარგო მხედველობა, თუ აქ საუბარია მხედველობის გაუარესებაზე? აქ საუბარია ზოგიერთ შემთხვევაში გაუარესებაზე, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება უცებ საგრძნობლად ისე რომ არც კი იცის, რომ დიაბეტი აქვს და მე იგებს, რომ აი ამაშია ზუსტად საქმე, იმიტომ რომ ხანდახან პაციენტები, რომლებსაც დაუსვენ დიაგნოზს შაქრიან დიაბეტს, ისინი სამწუხაროდ არ მიდიან ოფთალმოლოგთან. ამიტომ ეს კოოპერაცია ენდოკრინოლოგს, თერაპევტს, ოჯახის ექიმს, გულისხმობ ამ შემთხვევაში და ოფთალმოლოგს შორის უნდა იწყებოდეს შაქრიანი დიაბეტის დასმიდან პირველივე დღიდან. პირველივე დღიდან უნდა ხდებოდეს გადამისამართება პაციენტის ოფთალმოლოგთან.
ამერიკელებს ძალიან უყვართ სტატისტიკა და ნახე ესეთი ძალიან საინტერესო სტატისტიკა, რომ დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების რისკის 80%-ით შეიძლება შემცირება და ეს ძალიან დიდი ციფრა თუ გავთვალისწინებთ, რომ ახალი ხედელობის დაკარგვის 12% არ დიაბეტური რეტინოპათიის გამო და ამის 80%-ის პრევენცია ძალიან დიდ ციფრებს მიიყვანს ადამიანის. ამიტომ ალბათ საჭიროა, რომ კოლეგიალობა გარკვეულწილად უფრო წინა პლანზე იყოს წამოწეული ენდოკრინოლოგებს და არა მარტო ენდოკრინოლოგებს და თვალის ექიმებს შორის. ოფთალმოლოგთან მივალ დროულად, რაზეც თქვენ საუბრობთ, შესაძლებელია თვალის ეს გართულებები თავიდან ავიცილოთ, თუ ამ პროცესს წინ მაინც ვერაფერი აღუდგება, იმიტომ რომ დიაბეტი რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ეს გართულებები დროში გავწელოთ და გადავიტანოთ რაც შეიძლება შორს. ანუ ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დროულად იგივე ლაზერული მკურნალობის ჩატარება, იგივე გარკვეული პრეპარატების შეყვანა თვალის ღრუში, რომ ეს განვითარების რისკი, რეტინოპათიის განვითარების ან ბადურა გარსის გადაგვარების რისკი იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ლაზეროთერაპია რას გულისხმობს? ანუ აი იმ რაზეც ვსაუბრობდით, იმ ბადურის აღდგენა, რომელიც ზიანდება? სამწუხაროდ ბადურა გარსის აღდგენა არ ხდება, იმიტომ რომ დიაბეტი თავის მავნე გავლენას ახდენს ბადურა გარსის ქსოვილზე, მაგრამ ლაზერული მკურნალობით განსაკუთრებით, როდესაც უკვე პროლიფერაციული სტადია, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ დავამუშავოთ ბადურა გარსი ისე, რომ გავამაგროთ, არ ჩამოიშალოს ბადურა გარსი და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვჭირდება მომავალში უკვე ქირურგიული ჩარევის განხორციელება, იმ თვალებში, სადაც წინასწარ იყო ჩატარებული ლაზერული მკურნალობა, ეს სტატისტიკურადაც დამტკიცებული უკეთესი ფუნქციური გამოსავალი აქვს, ვიდრე იმ პაციენტებში, სადაც წინასწარ ლაზერული მკურნალობა არ იყო ჩატარებული. შეიძლება ბადურა გარსი ჩამოშლილი არ იყოს, მაგრამ უკვე რაღაც პრობლემები გქონდეს მხედველობასთან. ამ შემთხვევაში ხდება თუ არა გამოსწორება, ვთქვათ რამის თუ გამოსწორება ყველა შემთხვევაში, გამოსწორებაზე ფიქრი ვთქვათ აღარ არის და შენარჩუნებაზე რაც გვაქვს. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით, მთავარი არის შევინარჩუნოთ, თქვენ როგორც ბრძანეთ, თვალის ჩინი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ინფორმაციის 90%-ს ჩვენ მართლა თვალის ანალიზატორის მეშვეობით ვღებულობთ. საწყის ეტაპებზე შესაძლებელია გარკვეული დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება, როგორც ოპტიკური კოგერენტული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია, ანუ სისხლდარღვევების ვიზუალიზაცია, მათი მდგომარეობის შესწავლა. სწორედ ამ დიაგნოსტიკური საშუალებების საფუძველზე შესაძლებელია შემდეგ იგივე ლაზერული მკურნალობა, იგივე მედიკამენტური, ანუ ინტრავეტრიალური თვალის ღრუში სპეციალური წამლების შეყვანით, რომ ვეცადოთ ეს დაქოქილი მექანიზმი, არა, რომელიც სამწუხაროდ შეუქცევად ხასიათს, რაც შეიძლება შევანელოთ და ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია დასტაბილდეს მდგომარეობაც. ანუ მოხდეს ამის გარკვეული ტიპის შეჩერება და დროში მაქსიმალურად გადაწევა. ანუ როგორც აღნიშნეთ, ამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობას ენდოკრინოლოგის და ოფთალმოლოგის, მაგრამ მაინც ვთქვით, რომ ყველა ადამიანს, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, არ ემართება დიაბეტური რეტინოპათია, ალბათ არსებობს გარკვეული რისკ ჯგუფები. ვინ არიან ეს რისკ ჯგუფები და არის თუ არა დაკავშირებული ეს მდგომარეობის განვითარება თვითონ დიაბეტის ხანდაზმულობასთან, ანუ დიაბეტის ხანძრიობასთან. რა თქმა უნდა, პირველი თქვენ როგორც აღნიშნეთ, თვითონ დაავადების ხანგრძლივობა არის ერთ-ერთი რისკ ფაქტორი. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს დაახლოებით 5-10 წლის შემდეგ დაახლოებით 15-20%-ს აღენიშნება რეტინოპათია. როდესაც უკვე გადის 20-30 წელი დაახლოებით უკვე 60-80%-ს აღენიშნება რეტინოპათია. ანუ თვითონ რაც უფრო ხანგრძლივი არის დაავადება, მით უფრო მაღალია რისკი. ეს იმ შემთხვევაშიც თუ სწორი მკურნალობაა, მაშინაც თუ არასწორი მკურნალობის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არასწორი მკურნალობის შემთხვევაში ეს რიცხვები, ეს ციფრები იზრდება და გაორმაგება ხდება ხოლმე. მაგრამ შემდეგი მომენტი ბავშვების შემთხვევაში ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწყვეტინებთ ჩვენს გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ დიაბეტის შემთხვევებზე ბავშვებში, აი ამ შემთხვევაში რამდენად ხშირია ეს გართულება? დიახ, დაახლოებით 5-8 წლის შემდეგ შაქრიანი დიაბეტის ტიპი პირველ ერთის შემთხვევაში დაახლოებით 10%-ს უკვე აღენიშნება რეტინოპათია.
დიახ. უკვე 15-20 წლის შემდეგ შემთხვევათა 60%-ში აღინიშნება რეტინოპათია. მინდა გითხრათ, რომ შაქრიანი დიაბეტის ტიპი პირველი დროს ძალიან აგრესიულად მიმდინარეობს რეტინოპათიის პროცესი და ამიტომაც გარკვეული პრევენციული ღონისძიებები ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს სკრინინგული პროგრამა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან აქტუალურად დგას არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ან მსოფლიოს. არსებობს ესეთი სკრინინგ პროგრამები საქართველოში. იცით, სამწუხაროდ არის გარკვეული ხარვეზები ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენ ოფთალმოლოგები და საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაცია უშუალოდ მუშაობთ ამ საკითხზე და ვფიქრობ აქტიურად უნდა განხორციელდეს ეს პროგრამა საქართველოს მასშტაბით. სახელმწიფოსთან ერთად ამ დროს მუშაობენ ყველა მიმართულებით მუშაობა განსაკუთრებით საქრონიკულ დაავადებებს ეხება ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე სახელმწიფოს ნება და დაინტერესება ამ საკითხებით. ჩვენ ვახსენეთ მკურნალობა ლაზერული კოაგულაცია. რამდენად შედეგიანია ეს მკურნალობა? რამდენ შედეგის მომტანია ამ პაციენტებისთვის? ნებისმიერ სტადიას, მოდით ესე ვთქვათ, არის საწყისი სტადია, არის ზომიერად გამოხატული და არის შორსწასული. აღარ გულისხმობ უკვე შორსწასულ პროლიფერაციულ პროცესებს, როდესაც მხოლოდ ქირურგიულ მკურნალობაზე არის საუბარი. საწყის ეტაპზე, რა თქმა უნდა, პაციენტი არ საჭიროებს არანაირ ლაზერულ მკურნალობას, მხოლოდ დაკვირვება. 3-დან 6 თვემდე ოღონდ რეგულარული დაკვირვება. შემდეგ, როდესაც უკვე ზომიერად გამოხატული დაქვეითება აღინიშნება, ამ შემთხვევაში უკვე ისიც ჩვენების მიხედვით, ანუ რამდენი სექტორია დაზიანებული, რა მოცულობა არის სისხლძარღვების დაზიანებული, იქიდან გამომდინარე დგება საკითხი ან ლაზერული მკურნალობის, ან რა თქმა უნდა სპეციალური წამლების პრეპარატების შეყვანის თაობაზე. როდესაც უკვე შორსასული პროლიფერაციული, ეს არის პირდაპირი ჩვენება, რომ განხორციელდეს ლაზერული მკურნალობა. საქართველოში რამდენად ვთქვათ ამ თანამედროვე მიდგომებს, მე ვიცი რომ ჩვენ გვაქვს თანამედროვე მიდგომის საშუალება განსაკუთრებით ამ მიმართულებით და რამდენად წარმატებულია ჩვენი ოფთალმოლოგია რეტინოპათიასთან ბრძოლაში. მინდა გითხრათ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ოფთალმოლოგიური დარგი არის ძალიან მაღალ დონეზე განვითარებული საქართველოში და არაფრით არ ჩამოუვარდება ევროპის და ამერიკის. საბედნიეროდ ეს მართლაც ძალიან კარგი ჩვენ რისკ ფაქტორები ვახსენეთ, თქვით რომ დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენი ხნის განმავლობაში ვართ ამ დაავადების მატარებელი. თუმცა ალბათ ეს არ არის ერთადერთი რისკ ფაქტორი, იმიტომ რომ მაგალითად მე ვიცი რომ თამბაქოზე ვსაუბრობდით და ყველაფერს ხელს უწყობს ყველა დაავადებას. მე მგონი ამ შემთხვევაშიც თამბაქო, ფეხმძიმობა კიდე არის რაღაც ისეთი რისკ ფაქტორები. დიაბეტის განვითარების. მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ რეტინოპათიაზე, რა თქმა უნდა, ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპერტენზია, ანუ მაღალი წნევა. ესეც ერთი მეორეს ხელს უწყობს, ანუ ჰიპერგლიკემია, ანუ შაქრის მაღალი დონე, ციფრები და თვითონ ჰიპერტენზია, მაღალი წნევა ერთმანეთს ხელს უწყობს, აი დამძიმებას. ლიპიდური ცვლა, დარღვეული ლიპიდური ცვლა, ანუ ცხიმოვანი ცვლის, ასე ვთქვათ, დარღვევები, განსაკუთრებით დაბალი სიმკვრივის ხოლესტერინზეა საუბარი ამ შემთხვევაში. სწორედ ამ ელემენტების ჩალაგება ხდება ეგრეთ წოდებული რეტინოპათიის მაგარი ექსუდატების სახით და მათი ალაგება ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. თუ პაციენტი არ მიაქცევს ყურადღებას და არ ექნება რეგულარული კონტაქტი ოფთალმოლოგთან ამ შემთხვევაში, რა გართულებები შეიძლება გქონდეს დიაბეტურ რეტინოპათიას? რით შეიძლება დამთავრდეს ეს? ყველაზე ცუდი გამოსავალი ვიცით რომ ეს იქნება მხედველობის დაკარგვა, მაგრამ მანამდე მხედველობის დაკარგვა გარდაუვალი დასასრულია. არავითარ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არა. თუ შაქრიანი დიაბეტი არის მოწესრიგებული, თუ პაციენტი არის განათლებული, მე გადატანის მნიშვნელობით გულისხმობ, იმიტომ რომ როგორც კი დაისმევა დიაგნოზი შაქრიანი დიაბეტის, არა მარტო მკურნალობის დანიშვნა არის საკმარისი, როგორც ენდოკრინოლოგის, ასევე
ოფთალმოლოგის მხრიდან, არამედ მუდმივი საუბარი, მუდმივი განათლება. და ამას სწორედ პირველი რგოლის ექიმები ხედველობაში, ოჯახის ექიმის ინსტიტუტი მან უნდა აუხსნას თუ რასთან აქვს პაციენტს საქმე. როდესაც პაციენტი გაიაზრებს ამას, რომ ეს ნამდვილად შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი დასრულდეს, მაშინ ის უფრო მოწესრიგებული იქნება და უფრო მიაქცევს ყურადღებას. რა თქმა უნდა, მიაქცევს ყურადღებას თავის დაავადებას. და გართულებები, რაზეც ალექსმა იკითხა. და ეს გართულებებიც რა თქმა უნდა გადაიწევა შორეულ მომავალში. ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი გავიგეთ, მე მგონია ყველაზე მეტად მიხარია ის, რომ საქართველოში არის ყოველ შემთხვევაში ასეთი პირობები იმისთვის, რომ დიაბეტურ რეტინოპათიას უმკურნალოთ თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებით. და ამ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ, რამაც გაგვახარა ყველა ერთად. ნამდვილად. ძალიან კარგი, მაგრამ მაინც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დიაბეტის დაავადებული პაციენტისთვის, როგორც ბატონო გიორგი გვებძანა, არის ინფორმაციის ქონა იმას, თუ რას შეიძლება ელოდოს და რა შეიძლება იყოს დიაბეტის გართულება და განსაკუთრებით როცა ეს თვალს ეხება და როცა ეხება იმ მდგომარეობას, რომელსაც თვალიჩინივით მორთხილება ჭირდება. თვალიჩინივით მორთხილება ჭირდება. დიაგნოზის დასმის დროს აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ ჩვენი ავადმყოფობის მიზეზი და ამომწურავი ინფორმაცია გქონდეს და როგორც თქვენ აღნიშნეთ ბატონო გიორგი, შემდეგ უფრო ბევრად მოტივირებული ვიქნებით, რომ სწორი მკურნალობა ჩავიტაროთ და ეს გართულებები, რაზეც ვისაუბრეთ, თავიდან ავიცილოს. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ასეთი საინტერესო საუბრისთვის. რამდენიმე წუთით უნდა შევისვენოთ და რეკლამის შემდეგ უკვე ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, ალბათ განსაკუთრებით მშობლებს დააინტერესებდა მომავალ მშობლებს. ძიძა როგორ უნდა შევარჩიოთ და როგორ უნდა მოხდეს, რომ როდესაც ბავშვს ძიძასთან ვტოვებთ, ჩვენ მშვიდად ვიყოთ. ჩვენი თემაა, ჩემი თემაა და ბოლომდე რამდენიმე წუთში დავბრუნდებით.